მათემატიკის პირველ ფესტივალს საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ უმასპინძლა. ღონისძიებაში 35 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი ჩაერთო. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათემატიკურ თემაზე შექმნილი ნამუშევრები, მაკეტები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს. ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელს სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათემატიკის ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და აღნიშნული ინიციატივა მოსწავლეებში კრეატიული იდეების წახალისებას შეუწყობს ხელს. ეს ფესტივალი ემსახურება პოპულარიზაციას, მათემატიკის პოპულარიზაციას და ასევე სკოლებში რომ იყოს უფრო მეტი ინტერესი მათემატიკის მიმართ, კრეატიული იდეები, რომლებიც ბავშვებს აქვთ სკოლებში, ის რომ წარმოაჩინონ და არა მარტო იმ სკოლისთვის იყოს, არამედ გამოიტანოს სხვებმაც ნახონ. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია მათემატიკის ფესტივალმა, რომელიც ხელს პირველად ტარდება. ირიცხვის დაბადების დღეა დღეს, აქტიურად საერთაშორისო დღე და ბავშვებმა იმუშავეს ძალიან მონდომები. წარმოადგენს პითაგორას თეორემის დამტკიცება ვიზუალური, ასევე პარაბოლები, სად გამოიყენება პარაბოლები, ანუ ხიდები, მოძრავი სადგურები, კარადა, რომელიც თვითონ გააკეთეს, მაკეტი, რომელიც სივრცის სხეულებს წარმოადგენს. მუშაობენ დიდი ინტერესი, დიდი მონდომები. შედის ძალიან საინტერესო იყო ნახე სხვა სკოლის გამოფენების დამაინტერესა და ჩემი აზრით ყველას ინდივიდუალურია, ყველას განსხვავებულია და ორიგინალურია. ჩვენ ახლა წარმოდგენი გვაქვს სხვადასხვა მათემატიკური ფიგურები, არითმეტიკული პროგრესები და სხვადასხვა სამაკეტები.